ჟურნალი 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს 2 ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის ეროვნულ გუნდთან. თქვენი ხელმძღვანელობით მე ხელმძღვანელობაში მაქვს ახალი ფორმაციის ნაკრები, რომელიც არ დიდი ხანია რაც შეიქმნა, ეს არის მესამე ოფიციალური შეხვედრა. მესამეობით პირველ რიგში გეტყვით რომ მესამე შეხვედრა მეხუთე თამაშია. დიახ. სამწუხაროდ 4 თამაში წავაგეთ ძლიერ გუნდთან, მაგრამ წაგება მაინც პროცესი წაგება ყოველთვის სრულია. რეგიონებზე გასაგებთ 6 კაცი ჩამოვიდა გუში. დღეს პირველი ვარშავაში. კლერნის შემადგენლობით. ბიჭები კაი ფორმაში არიან. მაგრამ თავარი ისაა რომ 23 დეკემბერს გულშემატკივრები მოიდეს, იმედია რომ გულშემატკივრები მოვა. ეს ხო შორის ემზადებიან გულშემატკივრები ისათვის რომ ხარი დაუჭირონ საქართველოს ნაკრებს. ჩვენ თამაშობთ მაგათებს. მესამედ გავახო გულშემატკივრები. მინდა კითხოთ ასევე იმ შესაძლებელი ჯგუფის შესახებ, რომელშიც მოხდა საქართველოს ნაკრები Euro 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს არის ესტონეთი, შვეიცარია და ლიტვა. აი რა ინფორმაციას ფლობთ აი ამ გუნდების შესახებ თქვენ? ჩვენ ვართ როგორც ეთნიკურ კალთაში, ვართ პარტიზანები. ჩემი აზრით არა გვაქვს ჩვენ იმის უფლება რომ ვეთავდეთ მაგჩვენებს. ჩემი აზრით მას უყურებთ თამაშს. გუნდი კაი ფორმაშია და კარგად ვარდიშობთ. თუმცა შვეიცარიაც და ლიტვაც სერიოზულად გაძლიერდა და ამასთანავე ლიტვის ნაკრები იქნება ჩვენი თავარი კი სახლის გუნდია და ლიტვის თავარი ის ჩემი აზრით რომ ყველაფერი გააცნია და უნდა გავიდეთ